ჩვენ პირველად ხვდებით ერთმანეთს 4 ოქტომბრის შემდეგ და მინდა რომ ერთგვარად იმ ვითარებაში და იმ რაღაცა აი მართლა უმძიმესი სურათის ფონზე, რასაც გვაჩვენებს ბიძინა ივანიშვილი და რაც გვაჩვენა განსაკუთრებით გუშინ საღამოს, როცა 71 წლის პედიატრი იმ ფორმით დააკავა, რა ფორმითაც ჩვენ ვნახეთ, მართლა ძალიან მძიმეა სხვა რამეს ელაპარაკი, მაგრამ მე მინდა რომ აი თქვენი შეფასებაც მოვისმინო 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, როდესაც ეხლა რეჟიმი ჩვენ გვიმტკიცებს და გვეუბნება, რომ ყოველ ღამით ბრიფინგებს იმიტომ ატარებენ და ამ ადამიანებს იმიტომ იჭერენ, უკვე 46-მდეა ბოლო დღეებში დაჭერილების რაოდენობა, რომ ეს ხალხი დროშებით მივიდა იქ და ამხობდა ძალადობრივად ამხობდა კონსტიტუციურ წყობილებას. აი რა უნდა დავიჯეროთ აქედან და როგორ ახსნით თქვენ ამ ბრალდებას საერთოდ? ხო, ამ ადამიანებს ახლა ვინც ორგანიზება გაუწია 4 ოქტომბრის მოვლენებს, რაღაცები გაცხადებული ქონდათ და შესაბამისად ცოტა ხელი შეუწყეს კიდევაც ხელისუფლების ამჟამინდელ პროპაგანდას. გასაგებია რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ არანაირი რესურსი რომ ხელისუფლება დაემხოთ, მათ სხვა მოლოდინები ჰქონდათ, როგორც ჩანს, მას შეცდომაში შეყვანილები აღმოჩნდნენ, რომ ხელისუფლებამ ეს გამოიყენა. ზოგადად, როდესაც აცხადებ, რომ რევოლუცია საწყობ, რევოლუცია ასეთი გზაა, ან უნდა გაიმარჯვა, ან დაგაპატიმრებენ. სხვა გამოსავალი არ არის, ეგრე ფუნქციონირებს ნებისმიერი სახელმწიფო, ხო? ეს ხალხი შეცდომაში შევიდა. ესა რომ გასაკვირი ეხლა რომ რეპრესიებს მიმართავს ხელისუფლება, ნამდვილად არ არის თან საუბარი იმ ხელისუფლებაზე, რომლისთვისაც სამართალი მეორე ხარისხოვანია. ჩვენ ბუნებრივია ეხლა უნდა მივადევნოთ თვალყური რომ ეს რეპრესიები არ იყოს გადამეტებული, არ მოყვნენ იქ უდანაშაულო ადამიანები, ბუნებრივია იქ არიან ის ადამიანებიც, რომლის წინააღმდეგაც მოაცებული კანონმდებლობით შეიძლება რაღაც სიცხლის სამართლის საქმეები რეალურად აღიძვრას, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ადეკვატური და შესაბამისი. ხო, რაც ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ცოტა ხო ზუსტად ამის თქმა მინდა, რომ ივანიშვილის რეჟიმი ეს არ არის ადეკვატური რეჟიმი, ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა არ დაგვავიწყდეს 1 წლის წინანდელი ამბები და ის პოლიტპატიმრები, რომლებიც ყავს რეჟიმს, 20 წლის ბავშვს 4.5 წელი მიუსაჯეს იმის გამო, რომ ჯოხს იქნევდა და პოლიციელს თითი ატკინა და ამის გამო 4.5 წელი ციხეში გაუშვეს, მზიამაღლობელის ამბავი არის თვალსაჩინო და უამრავი შემთხვევა, რომელიც მოხდა. ასე რომ ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. და უნდა ბუნებრივია ვიბრძოლოთ სამართლისთვის. სამართალი გულისხმობს იმას, რომ ყველა ვინც დაიჭირეს, ყველა მართალი არ არის, შეიძლება იყოს ვიღაცა მტკვანი კანონის წინაშე, მაგრამ ეს კანონი უნდა იყოს სამართლიანი და თუმცა კიდევ ვიმეორებ, შეიძლება იქ მოყვნენ უდანაშაულო ადამიანები, იმიტომ რომ ხელისუფლებას, სუდს საბაბი სჭირდებოდა, რომ რეპრესიები დაეწყოს საზოგადოების წინააღმდეგ. აი ახლა სადამდე მიდის ბატონ გოგლა, როგორ ფიქრობ, დაკავებულია უკვე ბოლო დღეებში ხო 46 ადამიანი სულ პოლიტპატიმრების რიცხვი უკვე 100 საჭარბებს, მაგრამ იმ აქციაზე იყო, რა ვიცი, ახლა ზოგი არ ვიცი, ახლა ესე ზუსტი მაჩვენებელი რა არის დადგენილი 80,000 100,000 თუ რამდენი ადამიანი. ანუ აი რა მასშტაბის დაკავებების შეიძლება ველოდოთ? ანუ სად არის ახლა ამ წრეზე უკვე ივანიშვილის ბოლო წერტილი, ანუ სადამდე მიდის თქვენ როგორ ფიქრობთ? მე საერთოდ მგონია, რომ ახლა ცოტა განსხვავებულად ვუყურებ 4 ოქტომბრის ამბებს, მე მგონია, რომ ივანიშვილის რეჟიმა ბუნებრივია ისარგებლა იმ წინასწარ გაცხადებული რევოლუციით, დააწყო სათავისოდ გეგმები, მაგრამ როგორც ჩანს ეს გეგმები ბოლომდე ვერ განხორციელდა, იქ იყო ასე თქვა მახე დაუდგეს აქციის ორგანიზატორებს
და მე მეჩვენება რომ მათ ჰქონდათ მოლოდინი და ბევრად უფრო მასშტაბური და უფრო დრამატული იქნებოდა ვთქვათ მომიტინგეთა მხრიდან მოქმედებები და ეს მისცემდა მათ საფუძველს ბევრად უფრო ძიმე რეპრესიების გატარების, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ მთელი წლის განმავლობაში, უკანასკნელი წლის განმავლობაში დგანან. აი, ამის მოლოდინი უფრო ჰქონდათ თუ ბატონ გოგლა, რაღაცნაირად აი წინასწარი განცხადებების დროს ეხა მართალია გეგმაზე არავინ არ საუბრობდა, მაგრამ თითქოს ასეთი შთაბეჭდილება იქნებოდა, რომ თითქოს იყო მოლოდინი, რომ აი ძალოვანი უწყებებიდან ვიღაც ხალხის მხარეს უნდა გადმოსულიყო, აი თქვენ ეს მოლოდინი, არა, მე თქვენს ეთერშიც მაგ გაცხადებული გარკვეული სკეპტიციზმი 4 ოქტომბრის მოვლენების მიმართ არ მიმაჩნდა, რომ 4 ოქტომბერს რამე შეიძლება დასრულებულიყო. და ორგანიზატორებს აქთან ასე ვთქვათ რევოლუციის ეგრეთ წოდებული ბუნებრივია როგორც ჩანს ჰქონდათ რაღაც მოლოდინები და რაღაც ჭორელად ვრცელდებოდა ხმები, რომ შეიძლება ვიღაცები გადმოსულიყვნენ, მაგი არის, როდესაც საუბრობ მახეზე, მათ შეუქმნეს არასწორი მოლოდინები, ახლა მათ ნამდვილად ახლა მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ახლა ისინი აპირებდნენ პრეზიდენტის სასახლის შეჭრას და იქ ხელჩართული ბრძოლის გამართვას, სავარაუდოდ მათ ჰქონდათ გეგმა მივიდოდნენ იქ რაღაცა ცოტა საიჯაჯგურებდნენ და დაიწყებდა პოლიცია მათ მხარეზე გადმოსვლა. სავარაუდოდ ეგეთი მოლოდინი ჰქონდათ, მაგრამ მათი მოლოდინები მცდარი აღმოჩნდა. და ახლა ბუნებრივია, ახლა ემოციური ფონი დაძაბულია, საზოგადოება დაძაბულია, მაგრამ 4 ოქტომბერს ამ მოვლენის გარდა უფრო მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა და არ მინდა რომ ეს ამბავი ჩაიკარგოს, ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმ ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ამას ჰქვია არჩევნების ბოიკოტი, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა თბილისის მასშტაბით და საერთოდ დიდი ქალაქების მასშტაბით წარმატებული იყო ეს ასევე, ანუ 70%-მა პრაქტიკულად არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ბოიკოტს დაუჭირა მხარი თბილისში, ქუთაისშიც დაახლოებით მაგათივე მაჩვენებელი იყო, ზუგდიდის რაიონში, მაღალი იყო ესეთი მაჩვენებელი ბოიკოტის რუსთავში, ბათუმში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და მნიშვნელოვანი ანუ ჯერ ესეთი ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის, რომ ნათელია, რომ ეს არ არის პატარა ჯგუფი ადამიანების, ახლა იქ შეიკრიბა ათეულობით ათასი და შეიძლება 100,000 ადამიანიც იმ დღეს, მაგრამ ყოველთვის შეიძლება ახლა ნებისმიერ მიტინგზე თქვა, რომ ეს არის მხოლოდ საზოგადოების ნაწილი და ბოიკოტმა დაანახა, რომ თბილისის მასშტაბით ეს არის საზოგადოების 70-იც არა იქ ნაწილი, ვინც მივიდა, იმათაც წინააღმდეგი მისცეს, ასე ვთქვათ, რეალურად თბილისის მოსახლეობის 80% არის ამ რეჟიმის წინააღმდეგი და ეს არის ძალიან აი ეს ყველაფერი ბატონო გოგლა რა დასკვნების საფუძველს გვაძლევს, ყველაფერი ის რაც მოხდა თუნდაც 4 ოქტომბერს, აი ეს მთელი მთავარი პროცესები და ამ დასკვნების საფუძველზე უკვე რა არის ის მთავარი ხაზი, რომლითაც უნდა გაგრძელდეს უკვე პროცესი თქვენი აზრით, რასაც ანუ დასკვნა ნათელი არის კიდევ მეორებ, რომ ხალხი წინააღმდეგია რეჟიმის, ხალხი იბრძვის, ხალხი აი 100,000 კაცი რომ გამოვიდა ქუჩაში, ნიშნავს, რომ ხალხი არა მხოლოდ პასიური ბრძოლისთვის არის მზად, ანუ სახლიდან და ვთქვათ იქ არჩევნებზე მისვლა არ მისვლა, არამედ აქტიურად დააფიქსიროს ქუჩაში თავისი პოზიცია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა, აი ამ ადამიანმა თბილისში, ვინც ამ რეჟიმის წინააღმდეგ არის, გააცნობიეროს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათ ბრძოლას ყოველდღიურად. ანუ რას ვგულისხმობ? აი ყველაზე მინიმალური რაც უნდა ვაკეთოთ, კვირაში ერთხელ მაინც ყოველი ადამიანი, ვინც არის ამ რეჟიმის წინააღმდეგ, უნდა გავიდეს რუსთაველზე საღამოს. კვირაში ერთხელ მაინც.
ну თუ 100,000 თუ სიტყვაზე აქტიური, ახლა ვის რომელ დღეს ეცლება ადამიანიც, ну დაახლოებით 10,000 ადამიანი შეგროვდება, მაშინ ყოველდღიურად ძალიან შთამბეჭდავია. ну თვეში რამდენჯერმე შეიძლება ერთი დიდი აქცია გავმართოთ, ხო? ყველა მეტად და ამით ვაგზნობინო ხელისუფლება იქნება მუდმივ წნეხში, მას იქნება მოდუნების საშუალება, ჩვენ თუ გავჩერდებით დიქტატურა დამყარდება. ხელისუფლების მიზანია დიქტატურის დამყარება და მაგის სადაც მათ ჯერ კიდე შარშან, როდესაც სრულიად მშვიდობიან მიტინგს, აბსოლუტურად წყნარი მშვიდობიანი მიტინგი იყო, გამოუშვეს ეს თავისი მაჯლაჯუნები და შეუსიეს და ძულებში ამტვრიეს. იქ მერე წავიდა ხელჩართული ბრძოლები და ხალხი თავს იცავდა და ზოგი სხვადასხვა საშუალებებსაც იყენებდა, რასაც ეხლა პროპაგანდა თავის სათავისოდ იყენებს, მაგრამ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პასუხი იმ ძალადობაზე და ადამიანები უბრალოდ თავს იცავდნენ და იცავდნენ ამ ქვეყანას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა გაგრძელდეს და უნდა გაგრძელდეს კიდევ ყველაზე მინიმალური მშვიდობიანი ფორმა არის პირაში ერთხელ მაინც ყველა გავიდეთ რუსთავში. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენც ბრძანეთ ბატონო გოგლა და ბიძინა ივანიშვილის ხელით და მის თავში დიქტატურა ამ ქვეყანაში უკვე დამყარებულია, უბრალოდ თუ რამე ხელს უშლის, ხო, უბრალოდ ხელს უშლის ის ადამიანები, ის პროტესტი. კი, ბატონო, ზუსტად. თბილისის მოქალაქეები და ამ ქვეყნის მოქალაქეები, ვინც არის ჩართული ამ ბრძოლაში, ხელს უშლიან ბიძინას დიქტატურის საბოლოო დამყარებაში. გადაწყვეტილების კი ბატონო. უნდა გავაგრძელოთ, სანამ არ გავიმარჯვებთ. დიდი მადლობა.